В Азиле банка находится прозрачный Вадим Маразан. Привет, друзья, привет. ხო, არ არის. ნუ თქვენთან ასწავლი ვივლი, ასე არ არის პრობლემა, თედი შეგეხოთ. Святой Георгий. Святой Георгий. შვიდობა, ძვირფასო თანამემამულება. მოგმართავთ ყველას, საქართველოში მყოფს თუ გაბნეულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე მინდა დღევანდელი ჩვენი შეკრება, ამას შეკრება ქვია, დავიწყოთ უფლის დიდებით. დიდება უფალს. შემოქმნის, რომელმაც აი ეს უკიდეგანო სამყარო მოგვცა თავისი წესრიგით და კანონზომიერებით, რომელიც წესრიგის დარღვევაც დააპირა საბანკო სექტორს და უფლის წესრიგში აპირებს თავისი ფიქრი. დიდება უფალს დედი, შენ გეხუტე. რადგან აი ეს ეროვნული ბანკი, სადაც ჩვენ ამ წუთში ვდგევართ, ამას ქვია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობასთან და განსაკუთრებით მის ერთად. ეს არის მსოფლიოს რამოდენიმე ოჯახის მიერ მართვადი ორგანიზაცია, რომელიც როგორც ჩვენ სახლებს, ისე მთელ საქართველოს ემუქრება განადგურებით. ამიტომ ჩვენ აქ გადმოვიტანთ ცენტრს წინააღმდეგობის და აუცილებლად დღეს ვაჟღერებთ, თქვენ ხედავთ, ჩვენ რა მოთხოვნა გვაქვს. სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი არც ერთი ბანკი და ხელში ჩაუგდო კერძო პიროვნებებს, მსოფლიოს ახალი წესრიგის შემქმნელებს, რომლებიც ომებით, პანდემიებით გაწყვეტას ემუქრებიან მთელ კაცობრიობას. ამიტომ ჩვენ აქედან უნდა უთხრათ მთელ მსოფლიოს, ჩვენ არ ვაპირებთ ამათ წესრიგში ცხოვრებას. ჩვენ ვაპირებთ დიდება უფალს უფლის წესრიგში, რომელსაც თანაბრად ამოყავს მზე და თანაბრად აწვევს კაცობრიობას იმ წესრიგში ცხოვრებას. და ჩვენ არ ვაპირებთ შეუერთდეთ მათ წესრიგს, არც ომის მხრივ, არც პანდემიების მხრივ და განსაკუთრებით მძარცველობის და მტაცებლობის დარგში, რომელსაც უკვე ესენი 30 წელზე მეტია ეწევიან ჩვენ ქვეყანაში. მინდა მივმართო ყველა ძალას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს. ზოგი ევროპისკენ მიდის, ზოგი ამერიკისკენ, ზოგი რუსეთისკენ და ასე შემდეგ. ვისაც არ უნდა ძლიერი სახელმწიფო, საკუთარი ბანკი, ყველა მტერი ხართ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს. ჩვენი მოთხოვნა არის სასწრაფოდ ხელისუფლება ჩამოაყალიბოს, დაარსოს საქართველოს მართლა სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება საზოგადოების საწყისებზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და საზოგადოების შემოწირულობაზე. აქ საწესდებო კაპიტალით რაც არის არ გაჭირდება, დარწმუნებული ვარ, ყველა გაიღებს აბსოლუტურად. ამიტომ ჩვენ უკვე ორშაბათს ჩამოყალიბებულს, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მიუტანთ, რომ ჩამოაყალიბოს სახელმწიფო ბანკი, რომელიც აიღებს თავის თავზე ვალდებულებას, გამოისყიდოს ყველა ეს პრობლემური სახლები, ყველა სტრატეგიული ობიექტები. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება მზად არის ამისთვის. ამიტომ ორშაბათს მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი, პრეზიდენტი მიიღებს ჩვენს მიერ შექმნილ დოკუმენტს, სადაც იქნება მოთხოვნა და არა თხოვნა. აუცილებლად ხელისუფლება სანამ მთლიანად აგიკარგიათ თქვენს მართვის ბერკეტები, კეთილინებეთ, გამოყავით დრო, მასმედია, ტელევიზიები, აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო წყარო ჩაერთოს იმაში, რომ დაარსდეს სასწრაფოდ, შეიქმნას ბანკი, სახელმწიფო ბანკი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი. მე ამ 15 წლის განმავლობაში მოვიარე ყველა ორგანო.
პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი იქნებოდა თუ პრეზიდენტი, მათ აქვს ასეთი პასუხი. ჩვენ კერძო პირების ურთიერთობაში ვერ ჩავერევით. და მერე როცა უკვე კერძო პირები წაგვართმევენ ქონებებს, გამოსასახლებად ერევა უკვე იუსტიციის სახლი და თავისი აღსრულების ბიურო. და მაშინ რატო ერები ხელისუფლება, ამიტომ თავიდანვე უნდა იყო ჩარეული, მე რატო მივდივარ სასესხებლად. თავიდანვე უნდა იყო ჩარეული აბსოლუტურად ყველა იმ პროცესში და მერე ვერ მომწევი პასუხს, რომ მე ვერ ჩავერევი კერძო პირების ურთიერთობაში. შეკრებას პირდაპირი გაგებით. და აუცილებლად ეს არ გაშერდება. ჩვენ ყოველ დღე ხვალ გეტყვით კიდე როდის მოვალთ ზეგ, მასზე, ორშაბათს, სამშაბათს და თუ არა ვამბობ ძალა საზოგადოების, რომელიც აჩვენებს ხელისუფლებას, თავის ძალას და სამართლიან მოთხოვნას. ჩვენ ყოველთვის ამას საყვედურობდნენ, რომ აი თქვენ რო აპროტესტებთ, მაშინ გითხარით გამოსავალი. გამოსავალი და ხსნა ამ შემთხვევაში ამ პრობლემის ჩვენ გითხარით თქვენ. და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ იმიტომ ჩავარდით ამ დღეში, რომ ღვთისმიერ კანონებს გადავუხდით. და დაუშვით ქვეყანაში აი ეს არსებობა, წარსულობა, მონაწილეობა ხდება. ეს არის უბრალოდ სისტემა დღეს და ჩვენ ამას ჩვენ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ქვეყანაში გასახანი მივეცით. და ამიტომ დააკაკუნა თითქმის ყველა კარზე. ხელისუფლება იღეხურად რას გეუბნებით. ჩემთვის პირადად როგორც ქართველისათვის და ქრისტიანისათვის ერთი რამ არის გაურკვეველი. სადამდე უნდა ეწირებოდეს ამ ერთი ლუჭა სისხლის სწავლები, წინველებისა და პარაზიტების, 21 საუკუნის გოფსეკებისა და სოლომონის მეჯგანოაშვილების, ამიცი ამ გაუგონარია რაღაც ახალი ტიპის ირანიების, ირან უზომო ამბიციებს და სიხარბეს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც კი. აქ ქალბატონმა მამისა ახსენებდა სახელმწიფო არ უნდა ერეოდა. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობ თითქოს სამართლებრივ სოციალურ სახელმწიფოში. ასეთ სახელმწიფოში ყველა მოქმედი კანონი, ნებისმიერი ინსტიტუტი სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ერთადერთი ქვეყნის ხალხის უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო წარმოქმნელი ენის, ქართველი ენის ინტერესებს და ესენი ებრძვიან, ანადგურებენ ქართველებს. გამოსავალი ძალიან ხო ზუსტად სახელმწიფო მაგიდა ჯერები თურმე ამერიკა, ინგლისი არის დემოკრატიის შუქურა, ხო მიღებული ასეთია. შეგაიგაცეთ, იქ მოვიდა კლიმენტოები 45 წელში გააკეთა ბანკის ნაციონალიზაცია 2008 წელს. ამერიკაში მოხდა ორი უდიდესი კორპორაციის ნაციონალიზაცია, თავი მოაკრევიეს ორხელმწიფოს და ჩვენთან რა ხდება? ასე ნული პოზიცია სახელმწიფოს რატო უკავია თავისი მოსახლეობის მიმართ? კაი, არ გიყვართ. მაგრამ რატო გძულვართ ასე რომ ასე ჩვენ მიწებს კიდით? ხალხი 2 მილიონი ქართველი სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ხო უნდა დამთავრდეს ბოლო-ბოლო. ქვეყანაში მოქმედი რა კანონებით სარგებლობენ ესენი კანონების უმაღლესი სინტაქსი უდიდესი უკანონობაა. ხალხის კეთილდღეობა, აი უმაღლესი კანონია, ციცორონი გვეუბნება. ჭეშმარიტი კანონების არსი არა არის რა თუ არა ძლიერთა ამა ქვეყნითა ძალაუფლების შეზღუდვა ოვიდი დღესაც რომაულ სამართალზე დგას აქაური კანონმდებლობა იმათი არ გესმით, აბა რა გესმით დროზე ეს ახლა ცოტა ხალხი მოა თუ გიხარით ბოლო-ბოლო ხალხი მოვა გაერთიანდება ინდივიდუალია გასწავლი ხალხი ერთობა 100 მილიონი და გამარჯვებაა ბოლო-ბოლო მოხდება ეს და მე ძალიან ცუდად დაამთავრე დამიჯერეთ რასაც გეუბნები. მადლობა ზამია. ძვირფასო თანამემამულე ბანკებიდან გამოსახლებაზეა ჩანიშნული. თუ საბანკო სისტემას ადამიანი საქართველოში უბრალოდ ოდნავ თუ ჩაუხმარდება, თუ არა და ზერელედაც რო გადახედო, ოდნავ თუ ღმერთი წამს არ შეიძლება აჯანყების სიკვდილი არ გაიგოს.
და თუ ჩვენ ამ ყოველივეს როცა ბანკებისგან აქტიურად ადამიანთა გამონების ყველანაირი მცდელობა ამცელობა კი არა გრიმონობენ პირდაპირ და ამ დროს ჩვენ განთავისუფლება არ გინდა მაშინ საცოდავი არ იქნები და ლურც იწვით. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ არ გეგონოთ რომ ეს არის ერთდღიანი აქცია არა ჩვენ წინააღმდეგობის ცენტრს ყოველივე იმ უბედურებაზე რაც ამ ქვეყანას ჭირს არავინ არ მითხრას არაბიზაციაა ეს თუ კოვიდ ფაშიზმი იყო თუ ნებისმიერი ბავშვთა უფლებები ქალთა უფლებები 1000 განათლების სისტემა სოფლის მეურნეობა ეკონომიკა ყველაფერი ეს არის იმ დღეში როცა სახელმწიფოს არ აქვს საკუთარი ბანკი და დამოკიდებულია უცხო ქვეყნების აი იმ ბოროტებაზე რო ფიქრობენ 24 საათი ისინი იძინებენ და იღვიძებენ იმ აზრით რა ავნონ კაცობრიობას მთელი ქვეყნების მმართველები ფაქტიურად არის მათი მოსყიდული და ვინც ვერ მოისყიდეს ვიცი ჯერ კიდე ამერიკაში რისთვის მოკლეს კენედი და რისთვის მოკლეს ლინკოლნი და რატო ებრძვიან დღეს იქაც აღმოსავლეთს იქ ხედავენ ისინი რომ თავიანთი დამოუკიდებლობა მართლა უნდა თავიანთი ფული და მეომარ კადაფიც ამიტომ მოაკვლევიეს ისევ თავიანთ ხალხს ვითომ პირდებოდნენ მათ ისედაც ჰქონდათ კომუნიზმი მაგრამ არა თურმე აწუებდა და დესპოტი იყო ჩვენ ხედავთ ყველაფერს ამას საით მიაქანებს აი ეს სოფლიოს ახალი წესრიგის შემქმნელები კაცობრიობას მთლიანად პლანეტა დედამიწას მათ ვხედავთ რომ არ ტკივათ უფლის შექმნილი აი ამ სამყაროსი მათ არ ტკივათ დედამიწასი ჩვენ ვაჟა-ფშაველას ერს არ შეგვიძლია არ მოგვაპატიებს ღმერთი რომ წინარ აღუდგეთ აი ამ სოფლიო მასონების პოლიტიკას რომელიც გულს უღადრავს დედამიწას ისინი არ მტრობენ მარტო თქვათ ირანს და რომელიმე ქვეყანას ისინი მტრობენ პირდაპირ დედამიწას და გულს უღადრავენ ამიტომ ჩვენ უნდა უცვლად მთელ მსოფლიოს აქედან აი ამ ბოროტების ბუდიდან რასაც ვითომ ეროვნული ბანკი ქვია და ვთქვი არც საქართველოსთან არც ერისტეთის ხეობასთან არანაირი საერთო არა აქედან უნდა დაიწყოს წინააღმდეგობა და ჩვენ აუცილებლად მივადგებით ზუსტად იმას მინისტრთა კაბინეტს პარლამენტს პრეზიდენტს ყველას რომ საკუთარი ჩვენი ბანკი უნდა გქონდეს ჩვენ საქართველოს ჩვენი მოსახლეობის შემოწირულობაზე აიგება ეს და მე დანარჩენი დარწმუნებული ვარ დიდება უფალს მართლა სტრატეგიული მეგობრები გამოჩნდებიან და ჩვენ შევისყიდით გამოვისყიდით ყველა მათ თაღლითურად მიტაცებულს აუცილებლად მანამდე ხელისუფლებამ უნდა გააჩეროს გამოსახლება ეს არის კატეგორიული მოთხოვნა ახლა ჩვენ ვითათბირებთ ხვალ რომელ საათზე უნდა მოვიდეთ აქ და გეტყვით ძალიან მალე ვიდავდა მივაწეთ კი აუცილებლად ძვირფასო თანამემამულენო უმორჩილესი თხოვნა ყველამ გააზიარეთ ბოლო ნახეთ არის ადამიანთა ჯგუფი ვინც მართლა ნამდვილ პრობლემაზე ალაპარაკდა და არა იმაზე აუ უნივერსიტეტებს აუქმებდა გაიქცა ქვეყანა უნივერსიტეტი ქონდა მაგრამ რა მოიგე რა კადრები გაიზარდა სადახართ ფინანსისტები სადახართ ბანკირები ყველას მოგწონთ ეს ქვეყნის დასახუბავი პოლიტიკა და არ შეიძლება სახელმწიფოს თავისი ბანკი კონდეს და უპროცენტოდ მისცეს იმისთვის რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, განათლება, მედიცინა მართლა, თორე არც მედიცინა და ჯანმრთელობას არ ემსახურება. სამწუხაროდ ჩემი თვალით ხედავ თქვენ გაიდლაინებს და თქვენ პოლიტიკას როგორ მიდის ადამიანების მასიურ დამორჩილებამდე იქაც და დამოკიდებული რომ უნდა იყოს ყველაფერზე აბსოლუტურად ზოგი ინსულინზე, ზოგი დიალეზზე და ასე შემდეგ ალტერნატიული მეთოდები მოსმენ. დამოკიდებულება გააჩინეთ ადამიანების ყველაფერს ხედავთ აბსოლუტურად. ამიტომ რო ჩავაყენოთ ფული ადამიანთა სამსახურში, აუცილებლად საჭიროა ძლიერი სახელმწიფო საკუთარი ბანკით. ასე რომ ჩვენი მოთხოვნა ეს არის, აიღოს მერე იმან საკუთარ თავზე გამოსყიდვის უფლება და უნდა გამოისყიდოთ და ყველა ჩვენთაგანი შევიდანთ ამაში მონაწილეობას. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით. აუცილებლად ხვალ 4 საათზე ჩვენ ისევ აქ ვიკრიბებით. ასე იქნება ხვალ გეტყვით ზეგროდის მოვალთ, ორშაბათს როდის მოვალთ და ასე შემდეგ. ეს იქნება უწყლედი პროცესი.
პროცესი ამინ, ამინ. ნამდვილ პრობლემაზე. ამინ, და არა ღმერთმა გამოგონილ რაღაცაზე მესმის მე რო ღმერთმა არა გვისმინოს. პრობლემაა, მაგრამ ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამ საქმებდო, რომელიც უკვე დაბადებულია და იმას კლავენ, ამას მივხედოთ. ღმერთმა და გვისმინოს. კეთილინებეთ, თუ მართლა გულშემატკივარი ხართ სამშობლოში, მაშინ როგორ აქტივად უკვე შექმნილი ოჯახების, წლობით ნაკოწიწები ჩვენი წინამრების ოჯახები ერთ წამში როგორ ანგრევს ამას აღსრულება და ფული ანგრევს ამას. აბა ვნახოთ, ვინ იქნებით მოწოდების სიმაღლეზე, ხვალ ჩვენ 4 საათზე ისევ აქავართ. მადლობა უფარს. მადლობა უფარს. მადლობა უფარს. კიდევა უფარს.